მაკრონის გუშინდელი მიმართვა კარგად ასახავს ზოგადად განწყობას ევროპის მთელ კონტინენტზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარად ან ევროპიდან რომ შევხედოთ ამ სიტუაციას ვიმყოფებით ისეთ წყალგამყოფ ეტაპზე, როგორც იყო მაგალითად ცივი ომის დასრულება, ან მანამდე მეორე მსოფლიო ომის დასრულება, ასე იყვნენ ამას ევროპელები, რომ ხდება რეალურად ამერიკის და ევროპის აი ამ ესეთი ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ჩამოქცევა, რაზეც იყო დაფუძნებული რეალურად ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც მართავდა მეტნაკლებად მსოფლიოს ბოლო 70-80 წლის მანძილზე. და ამის მიზეზია, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, თუმცა მანამდეც ეს პროცესი მიდიოდა უფრო შედარებით ნელი ტემპებით ამერიკის გადართვა, თქვა ჩინეთზე ევროპიდან, მაგრამ დონალდ ტრამპმა ეს პროცესი უფრო დააჩქარა. ამიტომ ევროკავშირი დღეს არის ერთგვარად საიტნოტში ევროპარლ. ანუ არა მარტო ევროკავშირი, ნორვეგიაც იქვია, ბრიტანეთი და ამ შემდეგ არიან საიტნოტში. და ცდილობენ რომ ის 30-40 წელი, რაც მათ იცინეს, ბოლო 30 წელი, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპენსირონ და ჩამოყალიბდნენ სამხედრო აქტურად. არა მარტო მაკრონის განცხადება კიდევ მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ მას შესთავაზა საფრანგეთის ბირთვული ქოლგა მთელ ევროპას, როგორ განხორციელდება ეს მეორე საკითხია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების ქოლგა აღარ აღიქმება, თქვა ევროპაში. უსაფრთხოების გარანტიად და ამიტომ ეძებენ მის შემცვლელს და აქ შეიძლება თქვა საფრანგეთის ბირთვული იარაღი, ნაწილობრივ ჩაანაცვლოს ამერიკის ბირთვული იარაღი, მაგრამ ასევე ზოგადად მაკრონს გუშინდელი განცხადება არ ყოფილა პირველი, მან ადრეც რამდენიმე წლის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ევროპას სჭირდება სტრატეგიული ავტონომია, რომ ამერიკის ნდობა ბოლომდე არ შეიძლება, თუმცა ადრე მას არ ჰქონდა ესეთი მხარდაჭერა სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან, მათ შორის გერმანიის მხრიდან მაგალითად. დღეს სიტუაცია შეცვლილია და რეალურად ყველა ევროპული ქვეყანა თითქმის ფიქრობს მსგავსად, იგივე გერმანიაშიც რაღაც მსგავსი დიდი გამოფხიზლების პროცესი დაიწყო. მაგალითად ახალი მთავრობა გეგმავს, რომ დაახლოებით 900 მილიარდი, თქმის 1 ტრილიონი ევროს მობილიზება მოახდინოს ინფრასტრუქტურაში და თავდაცვის ხარჯებში. დიახ, სწორედ ამას ეძღვნება უკრაინის მხარდაჭერასა და კიდევ უფრო აქტიურ ასე ვთქვათ სამხედრო დახმარებას თუ ფინანსურ დახმარებას ლევანდელი სამიტიც ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი თქვენი საუბრიდან გამომდინარე ჩდება კითხვა, აი რამდენად მკაფიოა და საერთოდ არსებობს თუ არა იმის კონტურები, იკვეთება თუ არა ეს, რომ ევროკავშირი დრო და დრო ნელ-ნელა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ცალკე სამხედრო ალიანსად, თუ არსებობს ამისათვის საკმარისი რესურსები მათ შორის. საკმარისი რესურსები, რა თქმა უნდა, არსებობს, საკმარისი ფულიც არსებობს, ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია მსოფლიოში, ამერიკას ბევრი არაფერი ჩამოუვარდება. ასევე არსებობს ტექნოლოგიური ცოდნა, ინდუსტრიული ბაზა და ასე შემდეგ, საჭირო არის პოლიტიკური ნება. ევროპას რეალურად აქამდე შეეძლოს გაეკეთებინა და ბევრი სამართლებრივად აკრიტიკებს მას ამის გამო, რომ გაუტყვა თქვა ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ცხოვრება. დღეს ისინი დადგნენ ასეთ ფაქტის წინაშე, რომ უეცრად ეს ქოლგა თვალსაჩინო გაქრა და ამიტომ რეალურად იგივე გერმანიაში, საფრანგეთში დღეს განწყობა არის ასეთი, რომ ან გადავიქცევით რამდენიმე წელიწადში ჩვენ თვითონვე სამხედრო აქტორად, სამხედრო ძალად, ან გავხდებით სხვა აქტორების პოლიგონის, სხვა აქტორების გავლენის სფერო და ჩვენ ვერ დავიცავთ თავს მაგალითად რუსეთის აგრესიისგან, ჩინეთის აგრესიისგან, აგარი მარტო სამხედრო აგრესია, ასევე ეკონომიკური ექსპანსია და ასე შემდეგ. და მათ შორის ამერიკასაც ასე რაც მნიშვნელოვანია, ანუ არა მხოლოდ ის, რომ ამერიკა და ევროპა როგორც მოკავშირეები ჩაეხსნენ მეტნაკლებად ერთმანეთს, არამედ ევროპელები ამერიკას, კონკრეტულად დონალდ ტრამპის ამერიკას განიხილავენ ასევე ერთ-ერთ საფრთხედ. და ბევრი სვამს უნდა შეკითხვას, რომელი უფრო დიდი საფრთხეა დღეს ევროპისთვის, მაგალითად ამერიკა თუ ჩინეთი. დიახ. ჩვენ ვიცით ბიძინა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დიდწილად იზიარებს ხოლმე ტრამპის ხედვებს და ზოგადად მის პოლიტიკას და საკუთარ თავს ამასთან ერთად აღიქვამს მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. სხვა შორის ის უნდა ითქვას, რომ სამიტის დაწყებამდე კაია კალასმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს ერთგვარად შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც ერთმა ქვეყანამ ვეღარ უნდა დაბლოკოს ყველა დანარჩენი. იქნებ განგვიმარტოთ და გითხრათ, როგორ შეუძლია ევროპას თავი აარიდოს უნგრეთის წინააღმდეგობას.
ვიქტორ ორბანი არის ძალიან კარგი პოლიტიკური მოთამაშე და პოლიტიკური ვაჭარი. ის მუდმივად ევაჭრება ევროკავშირს, თქვათ გამოსცემს ხოლმე სხვადასხვა ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასთანავე ვიქტორ ორბანს ახასიათებს ის, რომ ის წითელ ხაზებს არასდროს არ კვეთს. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის სხვა ქვეყნები იძულებული იქნებიან მაგალითად ამოქმედონ ლისაბონის მეშვიდე მუხლი, რომელიც მაგალითად ვიქტორ უნგრეთს ჩამოართმევს ხვის მიცემის უფლებას. ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება მაგალითად მის გასაჩვენებლად ევროკავშირის საბჭოს სამიტებს. ასევე ვიქტორ ორბანს კარგად ესმის ისიც, რომ მართალია თქვა ულტრამარჯვენა ძალები ევროპის ყველა ქვეყანაში არიან მოძლიერებული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად პრორუსული და ტრამპისტული ასე ვთქვა პოზიციები მათ უმრავლესობას არ აქვს. თუნდაც ყველაზე რადიკალური ვარუღოთ მარინ ლეპენის პარტია, ხომ გააკრიტიკა ბოლო პერიოდში ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, ასე ვთქვა ულტრამარჯვენა ძალები არ ქმნიან ერთიან ფრონტს ევროპაში, იგივე ხა ჯორჯია მელონი რომ ავიღოთ, ხომ? ვიქტორ ორბანი გარკვეულწილად იზოლირებულიც არის, თუნდაც მისი იდეოლოგიური კოლეგების მიერ, ამიტომ მას ესმის შეზღუდვები რაც მას აქვს და როდესაც მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც წესი ის გადის ხოლმე ყავის შესვენებაზე ევროკავშირის საბჭოს ხდომიდან, რომ ის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. და ბოლომდე არ გადააკვეთოს წითელი ძაფები და სავარაუდოდ იგივე მოხდება დღევანდელ სამიტსაც თუ საქმე ასე წავა. ასევე ის თუ როგორ წარმოადგინა თავისი წინადადება ევროკომისიამ, ხო, ეს არ არის გრანტის სახით 150 მილიარდ ევროზე რომ არის საუბარი, ეს არის ვალის სახით, მაგრამ ვალის აღების შემთხვევაში არ მოითხოვს გადაწყვეტილება ყველა ქვეყნის თანხმობას. ამიტომ აქაც ევროკავშირის საბჭოს აქვს იმის საშუალება, რომ თავიდან აირიდოს ორბანის ვეტო, სლოვაკეთის ვეტო და ასე შემდეგ. და ბოლოს მინდა კითხოთ საქართველოსაც, აი მაშინ, როდესაც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში სულ სხვა თემები აქტუალური სრულად გასაგები მიზეზების გამო, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები ჩვენს ქვეყანაში? ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან არაერთხელ მოგვისმენია, ხო, განცხადებები იმის შესახებ, რომ სულ უფრო ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. სამწუხაროდ ეხლა დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ეს მოვლენები ტოვებს ტოვებს ნაკლებ საშუალებას, თქვათ იგივე ევროპელებისთვის, იგივე ამერიკისთვის და შემდეგ, რომ თქვათ ყურადღება მიაქციონ საქართველოს. საქართველოს ამ ეტაპზე არ არის მათ პრიორიტეტულ სიაში, ევროპისთვის პირველ ადგილზე არის საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი თავდაცვა და შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ უკავშირებენ უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინის არ დამარცხებას რუსეთთან, საკუთარ უსაფრთხოებას და შემდგომი ომის არიდებას რუსეთთან. ამიტომ მათთვის აბსოლუტური პრიორიტეტი აქვს პირველი საკუთარ უსაფრთხოებას და მეორე უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინის ბედს, ასე ვთქვათ. და ამ კონტექსტში სადღაც მოიაზრება საქართველო. ალბათ საქართველოს ბედი დამოკიდებული არის ზოგადად უკრაინის ბედზე, რაც საბოლოოდ დაემართება უკრაინას, ის დაემართება საქართველოსაც. ყველაზე უარეს შემთხვევაში რუსეთის გავლენის სფეროში შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება უკეთეს შემთხვევაში რაღაც შუალედური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამიტომ სანამ ეხლა ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებია, სანამ არ დაალაგებულა გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორც ევროპაში, მთელ მსოფლიოში, საქართველოში ალბათ რაღაც ნაკლები ყურადღება იქნება, ან არ იქნება იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე არის დღეს. ტრამპის ადმინისტრაციისგან გასაგებია, რომ იგივე ხა დემოკრატიზაციის კუთხით ისინი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ საქართველოს და ასე ყველა ქვეყანას დემოკრატებისგან განსხვავებით, შეიძლება იყოს რაღაც თქვა მომენტები გეოპოლიტიკურ საკითხებში, როგორც დადებითი, ისე უარყოფით საქართველოს მიმართ და ევროპაც ის ალბათ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა აქამდე და სანამ არ დაალაგდება ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, რაღაც არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენთან მიმართებით.